Ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ჩვენ გადაცემის შემდეგი ეპიზოდიდან, სადაც ჩვენ განვიხილავთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებს საქართველოში. მძიმე კვირა გქონდა, პატრიარქი გარდაიცვალა და პირველ რიგში მოგისამძიმრებთ ყველა ადამიანს, ვისაც გული დაგწყდათ. თუმცა გლოვის დღეებმა ჩაიარა, ასე რომ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, რაც მხოლოდ ჩემი სურვილი არ არის და ეხლა მე დამიწყებთ გინებას, რომ რას ქვია ცხოვრება გააგრძელო. რა თქმა უნდა, ყველა წესიერ და ყველა ნორმალურ და ყველა კეთილ ადამიანს ის უნდა რომ მათი გარდაცვალების შემდეგ ადამიანებმა მუდმივად არ იგლოვონ და არამედ გააგრძელონ საკუთარი ცხოვრებები და ბედნიერად იცხოვრონ. ასე რომ მეც შევეცდები ისევ რა თქმა უნდა გაგიმხიარულოთ ცხოვრებები და გაგაყვანინოთ 10 თუ 15 წუთი სანამ ჭამთ და ჩემ ვიდეოებს უყურებთ. სანამ გლოვის დღეები მიმდინარეობდნენ, რა თქმა უნდა ვეცნობოდი სიახლეებს, რა თქმა უნდა ვუყურებდი სოციალურ ქსელებში რა იწერებოდა, ზოგადად რა თქმა უნდა ყველა ადეკვატური იყო, ყველა გლოვობდა, თუმცა აი ერთი ხუმრობა მაფიქრდებოდა გონებაში, რომ მეთქი ნეტა, აი ვინ იქნება ის პირველი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ აი ამ ფოტოს დადებს სამების ეზოში შეკრებილი ხალხის და მიაწერს, რომ უწყვეტი პროტესტის 7262 დღე. ამდენი ხალხი გამოვიდა ბიძინას წინააღმდეგ. შეხედეთ ხალხო, ხალხი უკვე პარლამენტიდან სამების ეზოში გადმოვიდა და ეგრე აგიხდეთ ყველა სურვილი, როგორც მე ამიხდა ეგ ხუმრობა. აღწერა მინდა გაჩვენოთ. ეს ფოტო მახსენებს ფერად მებრძოლებს, რომლებიც სიბნელეს დაუპირისპირდნენ. რა მაგარია გაერთიანებული საქართველოს ნახვა. გამბედაობა ჭირდება იმას, რომ აი ფერადი ქოლგების ქონის გამო ადამიანები შეადარო აკაცუკებს და სიბნელე შეადარო სპეცრაზმელებს, რადგან შავები აცვიათ. ქალბატონმა ნანუკამ ეს შეძლო, რომ სამგლოვიაროთ მისული ხალხი ფერადი ქოლგების გამო შეადარა მოპროტესტებს, რომ აი ეს ხალხი მახსენებს იმ ხალხს, რომლებიც როსტაველზე დგან. უწყვეტი პროტესტის 1854 დღე. დიდი მადლობა, რომ აპროტესტებთ ბიძინას მთავრობას სამების ეზოში. აუ ხალხი იმდენად უსირცხვილო და უნამუსო გახდა, რომ აბსოლუტურად ყველაფერს იყენებენ პოლიტიკური აქტივობებისთვის. აუ პატრიარქის გარდაცვალებასაც კი აკავშირებენ და ასოცირებენ პროტესტებთან და სპეცრაზმელებთან. პატრიარქის გარდაცვალებას გისამძიმრებთ. გადავაყენოთ ბიძინა. ამინ. და ეს რაღაცებს ჩითავენ. და მე არ ვიცი მეგობრებო, თქვენ იყავით თუ არა პანაშვიდზე, თუმცა მე ვიყავი და მინდა მოგიყვეთ რეალურად რა ხდებოდა, იმიტომ რომ 7 საათიანი რიგი იყო. ძლივს, ნელ-ნელა იქ ხალხი წყალს გაწვდი და ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა. ყველა აბსოლუტურად კეთილგანწყობილი იყო ერთმანეთის მიმართ. და როდესაც მივედით უკვე სამების შესასვლელთან, ჯარისკაცი მაჩერებს და შენო ვის მიეციო ხმაო. და მეთქი ნაციონალურ მოძრაობას. და ესე მითხრა, პაშოლ ნახუი აქედანო, შენო არ შეგიძლიაო აქ შესვლაო. თქვენ გონიათ ეს ჩემი მოფიქრებული ხუმრობაა? არა. ეს ხუმრობა მოიფიქრა ნიკა გვარამიამ, რომელმაც აბსოლუტურად არახუმრობად გადმოგცა ხალხს ეს მოგონილი ისტორია. მე მინდა წაგიკითხოთ ბატონი ნიკას მიერ გამოქვეყნებული პოსტი. უამრავ მორწმუნეს, ერიდან თუ ბერიდან, პატრიარქის უამრავ ნამდვილ ჭირის უფალს არ მისცეს შესაძლებლობა სამებაში მოხვედრის და ილია მეორესთან გამომშვიდობების. განა ვერ შევიდნენ. არა, უბრალოდ არ შეუშვეს. ოკუპირებული იყო სამების ტაძარი ბიძინას და მისი პირადი გარემოცვის მიერ. ტყუნის დედა შევეცი. აი, მართლა, ტყუნის დედა შევეცი, რაც ვინმეს პოლიტიკური ნიშნით არჩევდნენ. და აი, რაც ვინმე იდგა, ანუ ამას გონია, რომ აი კლუბივით იყო და კლუბის დაცვა იდგა იქ და გეკითხებოდა, რომ შენ ხმავის მიეცი, კაცო, ნაცებს, აი ამ სისულელეს სრული სერიოზულობით წერს ერთ-ერთი ყველაზე, როგორც თვითონ ჯერა, დიდი გავლენის მქონე ადამიანი ქართულ ხალხზე, რომელიც
ტელეარხის მფლობელია და რომელიც გაწვდით ინფორმაციას, რასაც თვითონ მოიგონებს თავის ტვინში. რომ თურმე ადამიანებს არ ქონდათ შესვლის შესაძლებლობა პანაშვიდზე, იმის გამო თუ რომელ პარტიას აძლევდნენ ხმას და რომელ პარტიას უჭერდნენ მხარს. ბატონო ნიკა, თქვენ არ ანგრევდით ეკლესიებს უკაცრავად. თქვენ არ ეძახდით პატრიარქს რუსეთუმეს და თქვენ არ იძახდით რომ ცოტა ახალი პატრიარქი გვინდა რა, პრო-ევროპის საპატრიარქო სამწუხაროდ არის სიბნელის გამომხატველი. ოცნება და საპატრიარქო ერთად ეს ხალხი გთვლიან რომ შენ ხარ ჩვეულებრივი ჩმორი, რომელსაც კი არა აქვს. ხმა ამოიღე და აჩვენეთ ამ მართლა ვინ არის მე ავაშენე, ჩემია და ვისაც მინდა იმას შემოვუშვებ. აი, ესე წერა სახეზე ივანიშვილს. ანუ ეს ამოიკითხა ბატონმა ნიკამ, რომ ბიძინა მივიდა და ეს თვალებით უყურებდა ყველას, რომ ესო ჩემი აშენებულიაო და ვისაც მინდაო იმას შემოუშვებო და თურმე მე ბიძინა დადგა კარებში და აი ესე უშვებდა ხალხს, რომ შენ შემოხვალ, შენ არ შემოხვალ. და ეს ამოიკითხა ნიკა გვარამიამ ბიძინას სახის გამომეტყველებით, რომ აი ესეთი მესაკუთრეა თურმე, რომ სამებაო ჩემიაო და აქო ხალხი ვეღარ ივლისო, ვინც მე არ მისწორდებაო და რა სიგიჟია აზე ხართ? ესეთი დამპალი არსება როგორ უნდა იყო? რა უნდა მოგივიდეს მართლა ცხოვრების მანძილზე, რომ ესეთი რაღაცეების დაბრალება დაიწყო ადამიანების მიმართ, რომ იცი ის არ მიშვებდა. აი, ტყუნის დედას შევეცი, ნიკა, რაც შენ ცადე შესვლა და ვინმემ დაგაკავა. და მართლა რაც აი როგორც შენ აღწერ, face კონტროლივით იდგა ადამიანი და გამოწმებდა, ხო, შენ ნაცი ხარ თუ ქოცი. აი, ერთი შემთხვევა მაინც შეგიძლია გვაჩვენო, აი და ამ პოსტს აქვს 2600 ლაიქი. ანუ 2600 კაცს როგორც მინიმუმ ჯერა ამ იდიოტიზმის, რომ მართლა ვიღაც ტიპი იდგა იქ და არჩევდა, რომ შენ ნაცი ხარ თუ ქოცი და შენ მაშინ არა ვერ შეხვალ პანაშვიდზე. აუ, 1.5 მილიონი ადამიანი მივიდა და 1.5 მილიონს ჩაუტარეს, აი ყველას გამოკითხვა, რომ შენ ვისკენ ხარ, ქოცებისკენ თუ ნაცებისკენ. შენ დგა ხარ იქ რუსთაველზე, არ დგა ხარ, მაშინ შედი. ნიკა გვარამიას თურმე უდიდესი სურვილი ქონდა, რომ მისულიყო პანაშვიდზე, უბრალოდ აი ბიძინამ არ შეუშვა რა. და იმის გამო ხო არა, ბატონ ნიკა, რომ ხალხს ეზიზღებით და იცოდით, რომ იქ რომ მიხვიდოდით ვიღაცაები შეგაფურთხებდნენ სახეში და მთელი საქართველოს შეგაფურთხებდათ სახეში. მაგის გამო არა კაცო, იმის გამო, რომ იქ ბიძინამ არ შეუშვა რა და ბიძინას სახიდან ამოიკითხა, რომ ხალხს ანსხოვებსო პოლიტიკური შეხედულებების გამო. აი, რა იცის ბიჭო ბიძინამ, მე რო იქ შევდივარ, მე ან ვის მივეცი ხმა, ან ვის ვუჭერ მხარს. ჰა? კარგით, გადავიდეთ მოკლედ შემდეგ და დღევანდელ სიახლეზე. დაიჭირეს ქალბატონი ლიაკა ხოშტარია, რომელსაც აი სხვა შორის Facebook-ზე გადაიკეთა სახელი რა. ყველა ხო ლიაკათი იცნობს, იმიტომ რომ მეგობრები ლიაკათი მიმართავდნენ, იმიტომ რომ რუსა პედაგოგია რა, რუსეთიდან ფულები რა მერუმე. такая რა, ძევაჩკა ხო და Facebook-ზე გადაიკეთა ეხა აწერია ჰელენ ხოშტარია, რომ ვითომ ანუ გამოვეყე მე რუსეთს, ლიაკა აღარ დამიძახოთ, ჰელენი დამიძახოთ. რა კრეტნები არიან აზე ხართ ესენი. ხო და მოკლედ დაიჭირეს ლიაკა ხოშტარია და მიუსაჯეს 1 წელი და 6 თვე პატიმრობა. რის გამო? კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო. ანუ კალაძის საარჩევნო ბანერზე მივიდა და მიაწერა რუსული ოცნება თუ რაღაცა ეგეთ, ხო, მე მგონი რუსული ოცნება და მაგის გამო დაიჭირეს. ვეთანხმებით ამას? არა, რა თქმა უნდა, ამას არ ვეთანხმებით, იმიტომ რომ როდესაც ქალბატონს უსჯიან სასჯელს, მაინც გონებაში რაღაც ჯენტლმენური ნაწილი ამოქმედდება ხოლმე და კაცებს ყოველთვის გვინდა რომ ლამაზი ქალბატონები თავისუფლებაზე იმყოფ.
ჩემ აზრით ცოტა მიუსაჯეს. დიდი მადლობა ყურებისთვის, დიდი მადლობა არხის გამოწერისთვის. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება, დაკომენტარება. კოცნით მიყვარხართ. ცხოვრება გავაგრძელოთ მეგობრებო.